ჯანმრთელობას გისურვებ, ჰალილ იბრაჰიმ. ფიქრეთი სად არის? კაბინეტში. იცის რომ მოხვიდოდი. გზა ვიცი. კარგი, მეგობრებო, ჰალილ იბრაჰიმი ფეხზე დგას დადის. როგორ არის კარგად? კარგად როგორ იქნება შოთა? როგორ? კეთილი იყო შენი მოსვლა, ძმაო. ჯანმრთელობას გისურვებ. კარგად გამოიყურები. როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი ფიქრეთ? ვერ გავიგე? როგორ შეგეძლო ასეთ სიტუაციაში ჩაგეგდე? ჩემ გარასელოდი, ჰალილ იბრაჰიმ. კვდებოდი. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არ მომკვდარიყავი. ყველამ ყველაფერი გააკეთა, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ არ მომკვდარიყავი. ახლა გინდა მითხრა, რომ ცოცხალი ვარ? მადლობა ღმერთს, ცოცხალი ხარ. ახლა ჩემს სიცოცხლეზე ნუ ვილაპარაკებთ. როგორ მიეცი ზეინებს უფლება, რომ იმ კაცსოლად გაყოლოდა? ნებართვა არ უთხოვია, ჰალილ იბრაჰიმ. უთხარი დაივიწყე, ჰალილ იბრაჰიმს ურჩევნია მოკვდეს, მაგრამ არ დამიჯერა. სხვა მე რა შემეძლო? ზუსტად ისე უნდა გამომეკეტა, როგორც სხვებმა ჩაკეტეს ტყვესავით, არა? ჰალილ იბრაჰიმ, საუბარი იყო ჩემს მეგობარზე. სანამ ის გადარჩენას ვცდილობდი, საქორწინო მაგიდასთან დაჯდა იმისთვის, რომ შენ არ მომკვდარიყავი. Ölü teslim edilmemen için. მომისმინე ძმაო. მომხდარის შეცვლა არ შემიძლია, მე შევცვლი. კარგი. რას ვაკეთებთ? მეტყვი? ყველას გეტყვით. საღამოს ოჯახი აქ შეიკრიბება. გეტყვით რა უნდა ვქნათ. ჩემს ოჯახში არავინ მემორჩილება, ჰალილ იბრაჰიმ, გახსოვს არა? თუ არ დაგიჯერებენ, ოჯახი არ გექნება, ფიქრეთ. ახლავე გეუბნები, ვინც არ უნდა იყოს მოკვდება. საღამოს შევხვდებით. Akşam görüşürüz. დროებით. შვილო, ქმარს არ გითხე, ჰალილ იბრაჰიმის ავადმყოფოდან პირდაპირ აქ რატომ მოვიდა? არ იცის, რომ ზეინეფი აქ არ არის? ყველაფერი იცის, გოგოებმა უთხრეს. რატომ მოვიდა? ფიქრეთთან საყვედურებისთვის? ფიქრეთს რისთვის უნდა უსაყვედუროს? სიკვდილს გადაარჩინა არაფერი უთქვამს, ფიქრეთისგან რა უნდა უნდოდეს? დედა, ძვირფასო, ფიქრეთ ბეი, ყავას გიკეთებდით, რამე სხვა გნებავთ? საჭირო არ არის, ჰალილ იბრაჰიმი წავიდა. არ ვიცი ის მოვიდა თუ არა, მაგრამ უკვე წავიდა. ეგრეს ნიშნავს. ჰალილ იბრაჰიმი მოკვდა, დედა. ეს სხვა ვინმეა. ამაოდ ვეცადე. ამბობენ იმ ქვეყნიდან დაბრუნებულები გარდაცვლილებს ეძებენო. ნედავი მასე უარესი არ იყოს, ვინც წავიდა. თქვა მოვკლავ მას, ვინც არ გააკეთებს, რასაც მე ვეტყვიო. საღამოს მოვა, ოჯახს ერთად დაგველაპარაკება, ეს იცოდეთ. ჩვენ აქ ვართ, შეგეძლო გეთქვა. აქ ვართ. ყველა იგულისხმა, დედა. ყველა ლეტო. ზეინები? ის უკვე ლეტო აღარ არის. ეს იცით.
ვიცით, ვიცით. თქვენ დალიეთ. გმადლობ. ესმა, კეთილი იყო შენი მოსვლა. მიხარია შენი ნახვა გამზე. ზეინებ, ესმა მოვიდა. ესმა, შემოდი. ისაუბრებთ. გოგონას ჩვენ უკვე მოუბეზრდით. კარგი, დროებით. ესმა. ზეინებ, არ იტირო. ამათ ნუ გაახარებ. უკვე რამდენი დღეა ვეღარ ვუძლებ. კარგი, მოდი დავსხდეთ. ხალილ იბრაჰიმი გამოწერეს? ხო, არ ნერვიულო. როგორ არის? კარგად? დღეს არ მინახავს, მაგრამ კარგადაა. ფიზიკურად. თავარია კარგად იყოს. დანარჩენი არ მაინტერესებს. ზეინებ, ხალილ იბრაჰიმის კარგად ყოფნის მხოლოდ ერთი გზა არსებობს. შენ თუ კარგად იქნები. ასეთი გზა არ არსებობს, ესმა. ასე ნუ ამბობ. გუშინ ხალილ იბრაჰიმმა მითხრა, ზეინებს გადაეცი, რომ ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა მის გვერდით იქნებაო. დავპირდი და ზეინებმა იცის, რომ პირობას ყოველთვის ვასრულებო. უთხარი, ზეინები არ ითვლის დროს, როცა მის გარეშე სუნთქვას აზრი არ აქვს. უთხარი ჩემზე არ ინერვიულოს. ვერავინ ვერაფერს დაგვიშავებს. ნიშნულობა არ აქვს ფურცელზე რა წერია. კანი თუ უფრო მეც ეცდება. არ ვაცოცხლებ ესმა. ამას გავაკეთებ. ვერ ხვდები ხალილ იბრაჰიმი ჩვენთან რატომ მოდის? საიდან უნდა ვიცოდე? ჩემთვის არ უთქვამთ, არც მე მიკითხავს. შვილო, დამლა კითხულობს ნორმალურია თუ არა, რომ საავადმყოფოდან აქ მოდის. ნორმალური არ არის დედა, მაგრამ მე რა ვქნა? უთხრა არ მოხვიდე მეთქი? იმედია პასუხს ჩვენ არ მოგთხოვს იმისთვის, რაც შერიფმა გააკეთა. ღმერთო ჩემო, მოვა დაჯდება, გვეტყვის აირჩიეთ ვის მხარეც ხართ. ჩვენ კი ვეტყვით ავირჩიეთ და წავა. სულ ესაა. დამთავრდა. რა თქმა უნდა. ბიძია, ასე იმიტომ ამბობ, რომ ხალილ იბრაჰიმს არ იცნობ. კარგი იქნება, როცა მოვა და უფიქრებლად არაფერი თქვა. ან საერთოდ არაფერი თქვა. შენი სტილი არ არის. არ მოგეწონება. ღმერთო ჩემო, რატომ დაიძაბეთ, რა გჭირთ? ცოტა ხნის წინ ყველა ძვალი დაუმტვრიეს. ნუ აზვიადებთ. დამშვიდდით. გაჩუმდი ბიძია, მოვიდა. გავალ შევხვდები. მეც დავიძაბე. ჩუმად. მითად გაჩუმდი. წარსულში დარჩეს. თუ შენი ოჯახის სახლშია, მათთან სათქმელი მაქვს. მოგძანდი? თურან, ხალილ იბრაჰიმს რა უნდა? გვითხრა თვალებში მიყურეთ და მოიშორეთ, ვისაც მე გეტყვითვა. რა ვერ გაიგე? კარგი, როგორ გავიგოთ, ვის უნდა ვესროლოთ? თვალებში გიყურებდა, როცა საავადმყოფოდან გამოვიდა, არა? არა შენ? არა და როცა შემომხედავს, ყველას ვესრვი, ვინც გარშემო იქნება. შენც ასე მოიქეცი. გასაგებია? კარგი. დავუც მოვკლავ, როგორც კი შევხვდები. მე კი ვეტყვი ხალილ იბრაჰიმ, მომეჩვენა რომ შემომხედე მეთქი. დიდემი დაგავიწყდა? ბიძამის როგორ მოკლავ? ჯანდაბა.
Tekrar geçmiş olsun. კიდევ ერთხელ დაეწარსულში დარჩეს. რას ამბობენ? მაინტერესებს ბოლომდე გაგივლის? Kardeşim, ჩემს ძმას seni çok შენზე ბევრი სმენია. hatta hastaneye საავადმყოფოში მოსვლაც მინდოდა, მაგრამ გავიგეთ, რომ kimseyle არავის ინახვა არ გინდოდა. duyduk. ამიტომ არ მოვედით. Gelmedik. დაეწარსულში დარჩეს. წარსულში დარჩეს. წარსულს შაბარდეს. Buraya bizzat სამაგიეროდ მე მოვედი შენ სანახავად. iyi yapmışsın. კარგად მოიქეცი. Size olan გავიგეთ რაც მოხდა, ძალიან წუხარ. თუ შეგვიძლია რამე გავაკეთოთ, varsa yapmaya hazır. მზად ვართ. Var. დიახ. Ne gibi? მაგალითად, Yaşa შეგიძლიათ იცოცხლოთ ან მოკვდეთ. ya da öyle არჩევანის უფლება გაქვთ. bir seçim hakkınız var. Anlamadık. ვერ გავიგეთ, ჰალილ იბრაჰიმ. Yetmedi. საკმარისი არ იყო ნარგის. Kocan öyle. ქმარი მოგიკლეს. Sırada oğlun mu? ვაჟი შემდეგია? Kızın mı? ან იქნებ ქალიშვილი? Yoksa kardeşin. ან ძმა? İlk მითხარი პირველი ვინ მოკლა? hazır. რადგან მოვედი ამასაც ვიზამ. Gerekeni yapayım. Kocamı ხომ იცი, რომ ჩემი ქმრის მკვლელობა ფიქრეთ მოუბრძანა. ნიშნულობა არ აქვს ვინ მოკლა. Sana ცდილობა გიხსნა რომ ოჯახი თვითმკვლელობისკენ მიყავს sonra და როცა კლავენ მისგან მტერს ქმნი. hazır. მე როგორც შენი მტერი აქ ვარ, შენს წინ. İlk kim მითხარი ვინ გინდა პირველი დაკარგო? beklediğin გავაკეთებ რასაც ელი. ya da ან გაქვთ უკანასკნელი შანსი ჩემი მეგობარი გახდეთ. რადგან პირდაპირ ლაპარაკობ, მეც პირდაპირ გეტყვი. seninle açık konuşayım. შენგან არ ველოდი ძმაო. Senden არ ველოდი. როცა ფიქრეთმა თქვა რომ დურსუნ ლეტოს მოკლავდა, წინააღმდეგი არ იყავი. çıktım. წინააღმდეგი ვიყავი. Bir aile ჩავერიე ოჯახური კატასტროფა რომ არ მომხდარიყო. დამლას და ფიქრეთის ქორწინება მოვაწყვე და მამა შენს უფლება მივეცი გასწორებოდა. babanın სამართლიანი სწორედ ეს იყო. adaletli olan ასე არ არის? adalet შენი გადასაწყვეტია? sen mi? რა არის სამართლიანი? ben burada მე აქ მოგებული ან წაგებული არ ვარ. sen hep ყოველთვის გამარჯვების მომხრე ხარ და ამიტომ ყოველთვის აგებ. o განსაკუთრებით ისკანდერის გვერდით. Ailemiz უფლება არ გაქვს გადაწყვეტობის გვერდით იქნება ჩვენი ოჯახი. senin თუ გადაგვემტერები, მხოლოდ იმიტომ რომ შენ გვერდით არ ვართ, sen bil. მაშინ შენი საქმეა. anladım. როგორც მივხვდი შენც ისევე დაასრულებ, როგორც შენმა ქმარმა დაასრულა. Son gün. ეს თქვენი უკანასკნელი დღეა. Akşam საღამოს ფიქრეთთან ვიქნები. eğer თუ არ მოხვალთ, ხვალინდელ დღეს ვეღარ ნახავთ. yarını göremeyeceğim. დაიმახსოვრეთ. Halil İbrahim. ჰალილ იბრაჰიმ.
ძალიან უხეშად გველაპარაკები. აქ საუბარია ვაჭრობაზე, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს. შენ კი მოგვიანებით მოხვედი. მუქარებით რის მიღწევას ცდილობ. ერთადერთი რისი მიღწევაც მინდა ჩემი მტრების განადგურება. თუ ჩემი მტერი იქნები გაგანადგურებ. მაგრამ თუ ჩემს აზრს მეკითხები, კარგი ადამიანი ხარ. სოლი გიყვარს. შენს დასქმარი უყვარს. თავს მსხვერპლად ნუ შეწირავ მხოლოდ იმიტომ, რომ დედა ამ ვაჭრობას უხელმძღვანელებს. ოჯახი მოიყვანე და ფიქრეთ თან მოდი. გაითვალისწინე, ეს აუცილებელია. გამარჯობა ზეინებ. გამარჯობა აიშე. გამზეს ველაპარაკე. მითხრა რომ თავს ცუდად გრძნობდა, გადავწყვიტე შემომევლო. გეტყოდი რომ მერჩი აქ არ დამენახე. წარე სიტყვების თქმა საგვარეულო ჩვევა გაქვთ. კარგი განზრახვით მოვედი. შენ კი რას მეუბნები? და ეს განზრახვა რა არის? იქნებ გინდა ვინმე წერილი გადასცე. ხალილ იბრაჰიმს, ფიქრეთს, ვისაც გინდა. შეგიძლია მენდო? არის ვინმე ვინც გენდობა? თუ გინდა რომ პირველი მე ვიყო. როგორ არ გცხვენია, მაგრამ შენი მესმის. მრავალი წლის განმავლობაში მეც ტყვედ ვგრძნობდი თავს თქვენ სახლში. მე რა ეჩვევი? არი ნერვიულო. აიშე. გამზე შიგნით არის. ისკანდერი კი კაბინეტში. ძადი ვისთანაც მოხვედი. გმადლობ საყვარელო. მაშინ წავალ. მე აქ სტუმარი ვარ. და არა პატიმარი. კეთილი იყო შენი მოსვლა, შემოდი. პირდაპირ გეტყვი. ზეინებმა ჩემი ძმა შეიწირა. და შენსაც შეიწირავს. არა საყვარელო, ქანს ვერაფერს დაუშავებს. გითხრა რამე? მამა შენის თემას შეეხო. მიმანიშნე აქ რას ვაკეთებ. მისი რა საქმეა? სხვათა შორის მამას წინათ იკითხა. აიშე ფიქრეთს ხომ არ დაუბრუნდა. ისა ხშირად აღარ მოდისო. რაც დამლა გადავიდა, ფიქრეთი გამუდმებით მთხოვს მასთან მივიდე. მაგრამ შენი აზრით იქ-წავალ? არა. ასეთი კატეგორიულიც ნუ იქნები აიშე, რადგან ყველა მიცის რომ ფიქრეთი შენი სისუსტეა. არ ვყოფ რომ იყო, მაგრამ ახლა აღარ არის. მამას რაც შეეხება სამსახურის და პირადის ერთად შეთავსება არ გამოდის. ამიტომ ჩამოვშორდი. ეს თქვენი საქმეა აიშე. მამა ჩემთან რა ურთიერთობაც არ უნდა გქონდეს? ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი ხარ. ჩემო საყვარელო, რა კარგია რომ მყავხარ. მოდი დავსხდეთ. ისკანდერი სად არის? თავის ოთახში. თუ გინდა შედი. წავალ ვნახავ. ცუდად რომ არ გამოვიდეს. რა თქმა უნდა.
შენთვის ყოველთვის შეიძლება აიშე. შენთვის ყოველთვის. შემოდი. შემოდი. უმიზეზოდ დაგაბრალე რომ აიშემ და მივიწყა მეთქი. ისეთ მეჭკვიანმა ადამიანმა, როგორიც თქვენ ხართ, უნდა იცოდეთ, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია. აბა, სად დაიკარგე ჩემო სიცოცხლე? ხომ იცით, მაიორი მეჯნუნი ჩვენთან არის. თითქმის ჩაგვისახლდა. მამა კი გადამეკიდა. სანამ კაპიტანის სახლში არსად გახვიდეო. როგორც კი თავისუფალი გავხდი, მამამ დამიწყო ბრძანებლობა. არ მიმართლებს. მამას უნდა დაუჯერო აიშე, მაგრამ ის კაპიტანი თქვენთან რატომ ცხოვრობს? მამა შენს რაზე ელაპარაკება, ვერ მივხვდი. დამიჯერეთ, ვერც მე მივხვდი. გიჟია. ვიტყოდი მამას მისი საუბრები მოსწონს მეთქი, მაგრამ საერთოდ არ ლაპარაკობს. იოგურტს და პურს ჭამენ. ხალილ იბრაჰიმ, კეთილი იყო შენი მოსვლა. დაეწარ სულში დარჩეს, კარგად ხარ? İyi olacağım. ვიქნები. Hepimiz. ყველა კარგად იქნება. ჩემი და O da iyi olacak. ისიც კარგად იქნება, თუ დამეხმარები. Yarın შენი დახმარება მჭირდება, ლეილა. რა გავაკეთო? akşam საღამოს ძმასთან წადი. ben de მეც მოვალ. იქ ვილაპარაკებთ. როგორც იტყვი. კეთილი იყო შენი მოსვლა. gelmedim. არა. ოჰო, დაჯექი ხალილ იბრაჰიმ. არც დასაჯდომად მოსულ ვარ. მაშინ ისთვის მოხვედი. იმ ხალხს ფული როგორ მიეცით? იმისთვის რომ არ მომკვდარიყავი. კარგია ასე რომ მოვიქეცით. ახლა აქ დგახარ, გვსაყვედურობ. გამანადგურე. საშუალება მიეცით ჩემზე მაღლა მდგარიყვნენ. მაგრამ არ მოკვდი ხალილ იბრაჰიმ. გითხარით რომ სიცოცხლე მინდოდა. ხმას ნუუწევ ისედაც გვესმის. კარგი, რადგან გესმით. ამჯერად იმას გააკეთებთ, რასაც გეტყვით. რადგან ითანამშრომლეთ, ესე იგი თქვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. ენვერზე პასუხისმგებლები თქვენ ხართ, მე კი შერიფს და ისკანდერს მივხედავ. Allah komutanım. კაპიტანო, რა კარგია რომ არ გაბრაზდით. იცით მეგონა თქვენს ყვირილს დაიწყებდით. Sağlı sollu. რატომ? Niye gireyim? ისეთი გახდა, როგორიც მინდოდა მენახა. Ne gibi? რა? სიყვარული დაივიწყა და სახეზე შავი საღებავი წაისვა. ბრძოლისთვის მზადაა. Çıkalara რა ვქნათ, წავიდეთ, კაპიტანო. უკვე დაურეკე, მალე მოვლენ. Ya hep სულ ერთად ვიყავით. ne ara aradın? დარეკვა როდის გამოასარეთ? თქვენი სამსახურის მართლა ვერაფერი გავიგე, კაპიტანო. აქ ამდენ ხანს ზუსტად იმიტომ ვარ, რომ არაფერი გესმის. შენი სახე კი არ მენატრება. Yine anlamadım. ისე ვერაფერი გავიგე, მაგრამ Abla, დაო. არ გეწყინოს, მაგრამ დღეს საღამოს უნდა წავიდეთ. oraya gideceğiz. სიკვდილი არ მინდა. Ölmek ინტერესის გამო მაინც წავალ. zaten. წადი მითად, წადი. შოთა კართან ძალიან კარგად შეგხვდება. ღმერთო ჩემო, მე რა შუაში ვარ. შოთას მე ვესროლე? შენმა ქალიშვილმა ესროლა, მაგანი ფიქროს. ფიქრი არ გჭირდება. ხალილ იბრაჰიმა დაგვიძახა, ამიტომ ვერაფერს დაგვიშავებენ. ჩემი აზრით უნდა წავიდეთ. რა სიტყვი ძმაო? საფიქრალი არაფერია. წავალთ და მორჩა. მე არ წამოვალ. წამოხვალ დედა. რადგან მე ვამბობ, ესე იგი წამოხვალ. და ამის შესახებ არავის არაფერს ეტყვი. ისკანდერს გულისხმობს. ისკანდერს რა უნდა ვუთხრა? Madem რადგან წავალთ, მაშინ bir halli bir ხალილ იბრაჰიმს მოვუსმინოთ. bakalım. ნახოთ ჩვენთვის მომგებიანი იქნება თუ არა, რასაც გვეტყვის. Ona göre karar vereceğim. და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. Sonrasını დანარჩენზე ვერაფერს დაგვირდები.
ძმისშვილო, გავიგე კარადენისში ტური მოაწყვე. დიდემი და დავუდი აქ არიან? დიდემი არ წასულა, დავუდი კი ახლახან მოვიდა, ზამთრის ბაღშია. ძალიან ვწუხარ. Çok üzgünüm. და ვწუხარ, რომ სანახავად მოსვლის უფლება არ მომეცი. ამას შენთან კავშირი არ აქვს დიდემ. მინდოდა ცოტა ხანს მარტო ყოფილიყავი. მიხარია რომ ისევ ხედავ ჰალილ იბრაჰიმ. მეც მიხარია დავუდ, მეც მიხარია. დავსხდეთ, ვილაპარაკოთ. Aslında შენთან დალაპარაკება მეც მინდა. şeyler vardı. კარგი. ჯერ თქვენ მოგისმენთ. გადავწყვიტე, რომ ბავშვს არ მოვიშორებ, Dedem gibi bazı kararlar vermiştim. მაგრამ ისე იქნება, როგორც შენ გინდა. ძალიან ბევრი ვიფიქრე, სანამ საავადმყოფოში იყავი. ჩემთვის მხოლოდ შენ ხარ მნიშვნელოვანი და არ მინდა შვილი შენ გარეშე გავაჩინო. არ მინდა საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობა ავიღო. დიდემ ეს ჩემი შვილია. მამის მოვალეობას შევასრულებ, სანამ ცოცხალი ვარ. ბავშვი დაიბადება. მიხარია რომ ასე ფიქრობ ჰალილ იბრაჰიმ. რა თქმა უნდა მირჩევნია ბედნიერი ოჯახი შექმნათ, მაგრამ არასდროს ვიცით დრო რას მოგვითანს. არასდროს ვიცით. შენ გადაწყვიტე დავუდ. რასთან დაკავშირებით ჰალილ იბრაჰიმ? ისკანდერთან დაკავშირებით. ისკანდერთან? შვილო, სწხოვე ჩაი მოგვიტანო. Olur getir. კარგი, მე მოგიტანთ. დაჯექი დიდემ. თუ ოდესმე ბიძა შენის მოკლა მომიწევს, არ მკითხავ მაინც რატომ. ჰალილ იბრაჰიმ, არ ვიცი რა გაიგე, მაგრამ არანაირი მაგრამ დავუდ. თავიდანვე ვიცოდი რომ ორმაგ თამაშ თამაშობ. შანსი მოგეცი, რადგან ბიძა მისი ხარ. გელოდებოდი, როდის აღიარებდი, რომ არასწორად მოიქეცი. მაშინაც კი როცა ვაჟი მოკლეს, მგითხარი რომ მეორე შანსი არ გექნებოდა. ბეტს ეთამაშებოდი. ბეტს ეთამაშებოდი, დავუდ. Dayı sen ბიძია რა გააკეთე? არაფერი შვილო. უბრალოდ ვცდილობდი ისკანდერის ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. იფიქრე რომ შეიძლებოდა შენი ძმისშვილი ცოლად მომეყვანა და ვერ გაბედა. მოდი ასე ვთქვათ. Halil İbrahim yemin ჰალილ იბრაჰიმ, გეფიცები? მე არაფერი ვიცოდი. ვიცი დიდემ. შენ არ განმტყუნებ. მხოლოდ ბიძა შენია დამნაშავე. საინტერესოა თავის გასამართლებელი მიზეზი აქვს თუ ოსმანმა და თურანმა უნდა გააკეთონ რაც საჭიროა. ჰალილ იბრაჰიმ, გარკვეული უკანონო საქმე მქონდა. უფრო სწორად ისევ მაქვს. შერიფმა ამის შესახებ გაიგო და ამიტომ იძულებული გავხდი ისკანდერთან ურთიერთობა მქონოდა. მაგრამ გეფიცები შენთვის არ მიღალატია. როცა მისამართი მკითხე გიპასუხე რომ ვერ ვიპოვე. არ მიმიღია მონაწილეობა საქმეში, რომლითაც მახე დაგიგეს. დიახ, ჩვენ შორის დავრჩი. მართალია, მაგრამ ისევ დავრჩები თუ არა? დიდემს გეფიცები არ დავრჩები. მართლა აღარ დავრჩები. კარგი? მაშინ მოდი შევთანხმდეთ, დავუდ. შენ მოკვდი. თუ ოდესმე მოგთხოვ თავი გაწირო, ეს დღე გაიხსენე. მანამდე კი ჩათვალე რომ არსებობ.
თუ რამეს ისეც გაიხსენებ, რაც გინდა დიდემს მოუყევი. ვიცი შენ თავიდანვე ორმაგ თამაშს თამაშობდი და მეც ჩამithრიე? Bana bak. მისმინე, Sana bir şey olursa ვერ ვიცოცხლებ რამე რომ მოგივიდეს. ona göre bir ეს გაითვალისწინე და გონს მოდი. კარგი, ვეცდები. Senin için ვეცდები შენი და კიდევ რამდენიმე ადამიანის გამო. denerim. birkaç kişi რამდენიმეს რაც შეეხება, şu dayı yeğeni postaladı. იმედი მაქვს ბიძეც მიშვილი გააგდე. O yeğen ეგ ძმისშვილის სემა ჩემი შვილის დედა გახდება. benim çocuğum. არ იქნება ჩემი შეყვარებული ან ცოლი, მაგრამ იქნება ჩემი შვილის დედა. Karım olmayacak. ამიტომ მისი მისამართით ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება მეც მათგინონ გული. Her laf benim. გასაგებია. İyi tamam. კარგი, Elimden geleni yap. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. მხოლოდ სიტყვებს დაუკვირდი და ესეც საკმარისი იქნება. ხალილ იბრაჰიმ, ოთახი მოგიმზადეთ. სწორად მოქცეულ ხართ. კიდევ ესმამ დარეგა. ზეინებს ელაპარაკა. Bir geleyim mi? დაინტერესებს მოვიდეს თუ არა. უთხარი მოვიდეს. ედანურ წამოდი საჭმელი მოვიტანოთ. გმადლობ. Kardeş sen ძმაო, benim kapı niye ყველა კარი რატომ ჩამოიარე? რა ხდება, წოლით არ დაიღალე? Bilmiyorum ki. yatmak შენი აზრით წოლა მომწონს? მოითმინე, ძვლები მაინც შეხორცდეს. Nasılsa yeni. მაინც თავიდან დაგვამტვრევენ ძმაო, ამიტომ შეხორცება აღარ არის საჭირო. Kardeş al. ძმაო, ღვთის გულისათვის შეჩერდი, ძალიან გთხოვ. Vurulacak. ნუ თუ ახლა შეჩერების დროა ოღოს. Karım. ცოლი წამართვეს. Daha ne ამაზე მეტი რა უნდა გამიკეთონ? Şimdi komutanım კაპიტანო, ენვერს უთვალთვალებთ, მაგრამ იმ პირუტყვის თვალთვალი არ შეგვიძლია, ხომ იცით? მთელი არმია ჰყავს. bir ordusu მთელი არმია, არა იაჰია? დიახ. benim ერთი რამ ვერ გავიგე. şey var. Nedir? რა კაპიტანო? ადამიანი იმას გახვება, ვინც უყვარს. ასე არ არის? Gider. გაყვება კაპიტანო. o ესე იგი, bu kika ფული აღარ უყვართ? vermiyorlar mı? Para için ölürler. ფულის გამო თავში აკლავენ ან მოკლავენ კაპიტანო. არასწორად არ გამიგოთ, ასე იმიტომ ვამბობ, რომ ეს თქვენი სამსახურია. O zaman ამბობენ, რომ ენვერს უთვალთვალებენ. წარმოგიდგენიან ეს იმ takipteyiz. ფულის გამო კი ამას არ იზამენ. უთვალთვალებთ მუსა? Etmiş. გავიგე, რომ იაჰია უთვალთვალებდა. მოუყევი. კაპიტანო, ამ ენვერზე ძალიან გაბრაზებული ვარ, მისმა საქციელმა საშინლად გამაღიზიანა. Bana çok dokundu. Ve მერე? გავიგე, რომ ფული სხვადასხვა საცავებში გადაანაწილეს. როგორ გაიგე იაჰია? şimdi კაპიტანო, როცა ფულს მარხავდით, იაჰიას უთხარი, რომ შეიძლება ადგილი დაგვავიწყდეს და ettim oğlum dedim. თქვენს წინაშე ძალიან უხერხული იქნებოდა კაპიტანო. იაჰია ბავშვობიდან ელექტრონიკით არის გატაცებული, ამიტომ ყველგან თავისი ნიშანი დატოვა. ფულზე. Her balyanın içine birer tane çip yerleştirmiş. Şimdi komutanım söz konusu. კაპიტანო, როცა საქმე ჰალილ იბრაჰიმის და ოღუზის სიცოცხლეს ეხებოდა, მთელი ფული უსიტყვოდ მივეცით. Paraları ესე იგი ვიცით ფული სადაც არის. ყველა არა კაპიტანო, მაგრამ ama komutanım sizin payınız. და ის თუ იცით სად არის თქვენი ნაწილი იაჰია. დაახლოებით. შეიძლება ასეც ითქვას. Komutanım. Komutanım. კაპიტანო, şimdi bir თქვენზე tanesiniz თუ იფიქრებენ, შერიფი პასუხს ჩვენ მოგთხოვს. იაჰიას ამის ეშინია, ამიტომ გადავწყვიტეთ, თქვენთვის მხოლოდ მას შემდეგ გვეთქვა, როცა ჰალილ იბრაჰიმს გამოწერდნენ. arzı თქვენ შეტყობინებას ვიღებ. ახლა კი ყურადღებით მომისმინეთ. თხოვა გადმომეცა რომ არ ინერვიულო. ვერამინ ვერაფერს დაუშავებს და თუ ვინმე იცდება, ყველაფერს გააკეთებს, რაც აუცილებელია. იმ სახლში თავს როგორ დაიცავს თან სულ მარტო. როგორც მივხვდი, წასვლისას იარაღი წაიღო თან და მითხრა რომ გამოიყენებს კიდეც თუ საჭირო გახდება. ან თუ ქაანი გადაწყვეტს მიუახლოვდეს. Karsa falan diye. ზეინები ბუზსაც კი არ აწყენინებს ესმა. კარგია. იმიტომ რომ იმ სახლში ბუზები არ არიან. O evde არიან გველები, მორიელები. ბუზები არა.
და კიდევ ეშინია რომ სისულელეს გააკეთებ და ეცდები იქიდან წამოიყვანო. თხოვა გადმომეცა რომ არ მისცე ის, რასაც გთხოვენ. ზეინეფის გამოკეტვა შენთვის დაგებული მახეა. ამას ხვდები. მახე არ მაშინებს, მაგრამ როცა იმ სახლში შევალ, ზიანს ზეინებს მიაყენებენ, ვიცი. როგორ მოვიქცე? მალე ყველაფერი აირევა. არ შეიმჩნიო. ზეინებთან კავშირზე ვიყოთ. ქანი შეიძლება გითვალთვალებდეს, ამიტომ ფრთხილად იყავი, კარგი? ქანი ამას ვერ გაბედავს. მამა ჩემის გამო ვერ გაბედავს. შენი ოჯახის შეეშინდება და არაფერს დაგიშავებს. მაგრამ ზეინებს ტკივილს მიაყენებენ. კარგი, ფრთხილად ვიქნები, არ ინერვიულო. ხო, მართლა. საქორწინო ბეჭედი ყელზე ეკეთა. არ მოუხსნია. დაკაკუნების გარეშე რატომ შემოდიხარ? ბიძია შერიფი მოვიდა. მე რათო მოვიდა? შენთან დალაპარაკება უნდა. მე რაზე უნდა მელაპარაკოს? მომისმინე. ნერვები არ მომიშალო, გამომყევი. წამოდი. Gel bakalım. მოდი ჩვენთან ქალბატონო რძალო. Beni çağırmışsınız. მეძახდით? Sizi dinliyorum. გისმენთ. აშკარაა რომ ქანმა ამ სახლში შენი ცხოვრების პირობები ცოტა გაართულა. ნდობის პრობლემა გაქვთ. Bu da doğaldır. ეს ლოგიკურია. Eğer თუ შეთანხმება გინდა, bazı მე და ისქანდერ შეგვიძლია გარკვეული პირობები შეგიმსუბუქოთ. Nasıl? რა შეთანხმება? ფიქრეთს ძალიან უყვარხარ, ისევე როგორც დედას. ვფიქრობ ჩვენთვის ბევრად მარტივი იქნება თუ ფიქრეთთან ერთად ვიმუშავებთ. გარკვეულ პრობლემებს გავუმკლავდებით შენი წყალობით. ანუ, შვილო, daha rahat yaşamak istiyorsan თუ გინდა კომფორტულად იცხოვრო, შენი ძმა ფიქრეთი უნდა დაგვეხმაროს. onu buraya davet edelim. Belki მოვიწვიოთ, bizimle aynı yol. იქნებ დაგვთანხმდეს ჩვენთან ერთადერთი გზით იაროს და ჩამოშორდეს ჰალილ იბრაჰიმს, რომელიც უკვე ისედაც მკვდარია. ჩემი ძმა ამას ჩემ გამო გააკეთებს? Senin iyiliğin için ამას შენივე კეთილდღეობისთვის ამბობენ ზეინებ, თორემ მე იმ კარის ზღურბლზე გადაბიჯების უფლებასაც არ მოგცემდი. შვილო, მოიცადე, მაშინვე ჩხუბზე ნუ გადადიხარ. ხომ ხედავ, ვსაუბრობთ. ზეინებ, ფიქრეთს არ ვთხოვთ ვინმეს უღალატოს. იავუზი შერიფ ბეის უკვე მოელაპარაკა. შენი ძმაც თუ მოელაპარაკება, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი დაალაგდება. Halil İbrahim'e izin ჰალილ იბრაჰიმს უფლებას მივცემ კონტრაბანდით საქმიანობა გააგრძელოს და გპირდები არაფერს დავუშავებ. uğraşmayacağıma dair sana da söz veririm. არაფერს. თქვენი პრობლემა იმაშია, რომ ყველა თქვენისთანა გონიათ. Şantajla. მიჩვეული ხართ ადამიანების შანტაჟის, მუქარის და ფულის დახმარებით გადაიბიროთ. Herkes ამიტომ ფიქრობთ ყველას ყიდვა შეგიძლიათ.
ყველას თავისი ფასი აქვს, ზეინებ. Benim yok. მე არ მაქვს. Ama sizi çok მაგრამ merak ძალიან ediyorum. მაინტერესებს თქვენზე გავიგო, შერიფ ბეი. Ne kadar ediyor? რამდენია თქვენი ფასი? Sen და მაინც კარგად დაფიქრდი იმაზე, რაც გითხარი. რაც უნდა იყოს მგრძნობიარე გოგონა ხარ. abinin ალბათ არ გინდა ძმას ან რომელიმე ახლობელს რამე მოუვიდეს. O yüzden bu. აქ ამიტომ ხარ. ასე არ არის? Geç komutan. შემოდი, კაპიტანო, შენი ადგილი დაიკავე. რა სამობთ, კაპიტანო? გიბრძანებთ როგორც კაპიტანი, რომელიც შვებულებაშია. შენი ადგილი დაიკავე. Komutanım. კაპიტანო, ძალიან უცნაურია. შეიძლება თქვენს პირდაპირ დავჯდე. ადამიანი, რომელიც სახელმწიფო მაღზარდა ყოველთვის განსხვავებულია. კარგი, ჩემს პირდაპირ დაჯექი. გისმენთ, კაპიტანო. ინფორმაცია მივიღე. ძალიან დიდი ფულის რაოდენობა ინახება სხვადასხვა საცავებში. O zaman ესე იგი სამსახურში ბრუნდებით, კაპიტანო? ერთი საქმე უნდა მოვაგვარო, სანამ სამსახურში დავბრუნდები, ალიჯან. რა? დავპირდი ზოგიერთ ადამიანს, რომელმაც ეს ინფორმაცია მომაწოდა, რომ zaten მათი კანონიერი უფლებაა, კაპიტანო. ეს ის ადამიანები არ არიან, რომლებიც უბრალოდ ასე დაგველოდებიან. კარგი, რას მიბრძანებთ, რა გავაკეთოთ? ამ საცავებში სპეც ოპერაცია ჩაატარეთ. ფული წამოიღე. თუ შესაძლებელი იქნება კამერების თანდასწრებით გააკეთე. თუ სხვა საცავებიდან სროლის ხმას გაიგონებ, არ გაბედო ვინმეს შეატყობინო. თუ ხმები გესმის, იცოდე რომ მე იქ ვარ. გასაგებია? peki კარგი. bu paralar ფული ვის ეკუთვნის, კაპიტანო, შეიძლება გავიგო? ნაბიჯვარს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გაძარცვა. anladım. მივხვდი, კაპიტანო. ვერ მივხვდი. ეს იმდენი ფულია, რომ მთელი შენი ცხოვრება ტელეფონი დაკავებული იქნება. მოგილოცავენ, მაგრამ მუქარითაც შენ დაგემუქრებიან. გასაგებია? Önemli değil komutanım. ნიშნულობა არ აქვს, კაპიტანო. Devlet რაც უნდათ ის თქვან. მზად ვართ სამშობლოს ვემსახუროთ და ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ. ოპერაციას დაარქვი ნაწილი 1. უნდა იცოდნენ, რომ გაგრძელება იქნება. emredersiniz. როგორც მიბრძანებთ, კაპიტანო? Ne olmuş ota? რა მოხდა, შოთა? რატომ უყურებ? Özür mü? ბოდიშ შელოდები? Yok. არა. Sadece ჩემს დროს ველოდები, ევუს. bekle. ელოდე. Bir ara geleceğim. აუცილებლად მოვა. Yavuz. იავუს,